Ну, იქიდან უნდა დავიწყოთ საერთოდ მედიის ფორმატის ახსნა, რომ მედიას ზოგადად აკონტროლებენ ის ხალხი, ვისაც დიდი შემოსავლები აქვს და საერთოდ არსებობს ესეთი ცნება, რომ მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდა დიდი ფინანსური ოლიგარქია, მას შემდეგ შეიქმნა პარალელურად მედია სტრუქტურები, რომლებიც ემსახურებიან ამ დიდართა კასტას. კერძოდ ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც კერძო პირებისგან არის დაფუძნებული, როტშილდების, როკფელერების, ბარუხების და ევროპული არისტოკრატიის, ეს ხალხი საკმაოდ დიდ თანხას აბანდებს მედია საშუალებების განვითარებაში, ტრადიციულ მედიაში, გაზეთებში, ტელევიზიებში და ასე შემდეგ. შესაბამისად, მათი ინტერესების სფეროს წარმოადგენს მედია, პოლიტიკა და გავლენა, არასამთავრობო ორგანიზაციები. დღეს ახლა პოლიტიკაზე გავლენის საშუალება არის 4 სტრუქტურაა, ხო? ეს არის სამთავრობო სტრუქტურები, დეპუტატები, პარლამენტი, არჩევნები და ასე შემდეგ. ეს ერთი პოლიტიკური მიმართულება, მეორე მიმართულება არის მედია, რომელიც ამის ტრანსილაციას ახდენს ფართო მოსახლეობამდე. მესამე მიმართულება არის NGO და ექსპერტების სისტემა და მეოთხე მიმართულება არის სასამართლო, რომელიც გავლენის სფეროა, ხო? და შესაბამისად ამ სტრუქტურიდან ამ გავლენები ასე ნაწილდება და მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ეს ხალხი, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს. თუ ეს ხალხი არ წარმოადგენს, მაშინ ეს სტრუქტურები წარმოადგენს. ხშირად თვითონვე აფინანსებენ ამა თუ იმ მედიას. და ამის ბევრი მაგალითი გვაქვს. ისინი ჩვეულებრივად თავის ინტერესებიდან გამომდინარე უკვეთავენ მუსიკას და თვითონვე უსმენენ ამ მუსიკას, რომელსაც უკვეთავენ. ეს ყველა ქვეყანაში ესეა და მთელ მსოფლიოში ესეა. მთელი მსოფლიოც ისევეა, როგორც პატარა სოფელი ან პატარა ქალაქი, ხო? სადაც მედია საშუალებები არსებობს, იქაური მდიდრები ამ მედია საშუალებებს, ასე ვთქვათ, თავის ჭკუაზე ატარებენ. ესეა. ესე არის შვეიცარია, ესე არის დიდი ბრიტანეთი, ესე არის საფრანგეთი, ესე არის გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, რა ვიცი, რომელი ერთი ქვეყანა ჩამოგითვალა. თავისთავად მე პირველ მიმართულებით თქვი, რომ ზუსტად ფედერალური სარეზერვო სისტემის ირგვლივ, რომელსაც ძალიან დიდი აქტივები აქვს და დიდ ფულს ფლობენ, იმიტომ რომ ისინი სახელმწიფოებს აძლევენ ვალად ამ დოლარს, რომელსაც თვითონვე ბეჭდავენ და უზარმაზარი თანხები წარმოიშობა. მათი ყიდეს ყველა წამყვანი ბიზნეს კომპანია მსოფლიოში, თუ რამე არსებობდა ყველა აქტივი, დიდი აქტივი მათ ნაყიდი აქვს და შესაბამისად ისინი მათ აქვთ ასევე აქტივები ნაყიდი სხვადასხვა მედია საშუალებებში, ხო? რუპერტ მერდოკის კორპორაციაში, CNN-ში, BBC სახელმწიფოა, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან იმართება როგორც სახელმწიფო ინტერესები და ასე შემდეგ, მთელი რიგი კერძო სტრუქტურები და სახელმწიფო სტრუქტურები. რა თქმა უნდა, Deep State არის სწორედ იმ დავალების შემსრულებელი, რასაც სახაზინო ფედერალური სისტემა განკარგავს და ზუსტად სახაზინო ფედერალური სისტემის ირგვლივ და მისი აქტივების სამართავად არის შექმნილი BlackRock-ი და Vanguard-ი, რომელიც წარმოადგენს ამ დიდი კონგლომერატის აქტივების მმართველ კომპანიებს. მე თუ მკითხავ, ორი ვარიანტია უარი რატო თქვეს. პირველი ვარიანტია რატო თქვეს ეს უარი, რომ ის კომპანია MKD არ წარმოადგენს ასე ვთქვათ პროფესიონალურ კომპანიას, რომელსაც შეეძლო რომ შვეიცარიის მედიასთან დაელაგებინა ურთიერთობა და კომუნიკაცია სწორი გზით აეწყო. ან ის წყარო, რომლითაც ისინი ცდილობდნენ ამ თუ იმ მედიაში განეთავსებინათ ესა თუ ის მასალა, მათ ვერ შეძლეს ეს და მეორე, ეს მასალა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ
ინტერესებთან, რომელ ინტერესებსაც ამა თუ იმ მედიის უკან მდგომი ხალხს ეწინააღმდეგებოდა ეს ინტერესი. ეს თავისთავად ავტომატურად ესე გამოდის. ნუ ახლა დიდი ბრიტანეთი ითვლება საერთოდ Deep State-ის სამშობლოდ, იმიტომ რომ თვითონ ტრამპი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთიდან იზრდება ეს ფეხები Deep State-ის და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რაც წარმოადგენს Deep State-ი. Deep State-ი არის ის ბიუროკრატიული სტრუქტურა, რომელიც ასრულებს ფედერალური სარეზერვო სისტემის ირგვლივ შექმნილ კონგლომერატის დავალებებს. ეს არის Deep State. შესაბამისად, მათი ამოცანა არის, რომ ის დავალება, რაც მათ აქვთ მიღებული, ეს დავალება შეასრულონ. ტრეისი ამ შემთხვევაში ამხელს ამ სტრუქტურას, რომელმაც მას ჯერ დაანახა და შესთავაზა Deep State-ის სტრუქტურაში მონაწილეობა, ხოლო შემდეგ უარყო ის გამომდინარე მის პოლიტიკური პოზიციებიდან, მან უფრო რეალისტურად შეაფასა პოლიტიკა, ამიტომ იგი გარიყეს და ამის შემდეგ ლის ტრეისი დაუპირისპირდა Deep State-ის სტრუქტურას და ლის ტრეისი ცდილობს, რომ ამ ფონზე, ამ ტალღაზე და ტრამპის ტალღაზე თვითონ მოვიდეს ხელისუფლებაში დიდ ბრიტანეთში, რაც არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ თუ მას ნაიჯელ ფარაჯი დაუჭერს ხარს ლის ტრეის, შესაძლოა, რომ მათ ერთად შეძლონ და ხელისუფლება აიღონ ხელში. ვენსი ჭკვიანი კაცია, საკმაოდ გამოცდილიც მიუხედავად თავისი ახალგაზრდობისა. ის ხედავს იმ გამოწვევებს, რაც მსოფლიოშია და რაც ამერიკის წინაშეც არის. ეს არის უმთავრესი გამოწვევა, მაინც არის ღირებულებითი ომი და ღირებულებით ომში მან დაინახა, რომ ამერიკა ჩამორჩა პროცესს ბაიდენის მმართველობის პერიოდში და ამ ლიბერალური ნარატივის პერიოდში და ევროპა კიდე უიმედოდ არის ჩამორჩენილი და ჩარჩენილი ამ ლიბერალურ დღისწესრიგში. შესაბამისად, ვენსი ამას ხედავს და ცდილობს, რომ ევროპა გამოაფხიზლოს. თუმცა ევროპის გამოფხიზლება არც ადვილია, ჩვენ ნახეთ, რომ ვენსის განცხადების შემდეგ გერმანიაში კვლავ ლიბერალურმა ძალებმა მოიგეს ხელისუფლება, ხო? მერცი მოვიდა, რომელიც BlackRock-ში მუშაობდა წლების განმავლობაში. გამართლებული, რა თქმა უნდა, არ არის და ხელისუფლება იმიტომ არსებობს, რომ ეს ყველაფერი შეზღუდოს. არ არის დასამალი, რომ ევროკავშირის საელჩო საკმაოდ აქტიურად მუშაობს მედიასთან, საქართველოში კონკრეტულად და ნუ მთელ მსოფლიოში ეს დავალება აქვთ. მათ აქვთ უამრავი გრანტები და ამ გრანტების დახარჯვას ცდილობენ იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რა ინტერესებიც მათ ამოძრავეთ, კერძოდ იმ მედიაში ხარჯავენ ამ ფულს, რომელიც როგორც თვითონ ამბობენ, მათ ღირებულებებში ჯდება. სინამდვილეში მათ დაკროლზე ცეკვავს. ეს არის მარტივი. საქართველოშიც ევროკავშირი ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს და საკმაოდ დიდ ფულს და მსუყე ფულს აფინანსებს და ჩვენ ნახეთ ბევრი თანხები გასული ევროპულ მედიაზე, აი პოლიტიკოა ესეთი გამოცემა, რომელსაც საკმაოდ სერიოზულად აფინანსებდა ეს ევროკავშირის ფონდები და ეს მიმართულება მათთვის ერთ-ერთი წამყვანი არის. ისინი არ დაგიდევენ იმას, რომ ეს შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს ამა თუ იმ სახელმწიფო ინტერესთან, ისინი ამას ფუთავენ, რომ ეს არის დემოკრატია. და სინამდვილეში დემოკრატია რატომღაც მხოლოდ სათავისოდ ესმით. რა თქმა უნდა, თავისთავად რა თქმა უნდა ლაპარაკი, ჩვენ თვალნათლივ ხედავთ, ვინც არის მათი დაკვეთის შემქმნელი და ვინც ასრულებს მათ დაკვეთას. მათი დაკვეთაა, რომ საქართველოს რადაც არ უნდა დაუჯდეს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაალაგდეს ურთიერთობა ჩრდილოეთ მეზობელთან, იმიტომ რომ ჩრდილოეთ მეზობელთან ურთიერთობის დაალაგება გამოიწვევს აფხაზეთის და ოსეთის რეგიონის საქართველოში ინტეგრირებას, რაც შეუქცევადად
თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს იმ ელემენტებს, რომლებიც აქ არეულობის ნიადაგზე ცდილობენ, რომ თევზი დაიჭირონ წყალში. ეს ამაზე ორი აზრი არ არსებობს. შესაბამისად, ისინი ამ დავალებას და ამ ნარატივს აძლევენ, ამ მედიას, რომელსაც თვითონვე აფინანსებენ. ეხლა მე მედიის ფლობელი ვარ და ძალიან კარგად ვიცი მედიის მაღალ დონეზე შენახვა რა ჯდება. ხო? და არც ერთი მედია დღეს საქართველოში მომგებიანი არ არის. ტყუილია ეს, რომ რომელიმე მედია მომგებიანი. ყველა მედია რეკლამით ვერ ფინანსდება. ეს არის ტყუილი. რომ რეკლამის ბაზარი თურმე მედიას აფინანსებს. არც სამთავრობო და არც ოპოზიციური ტელევიზიები არ ფინანსდება მხოლოდ და მხოლოდ რეკლამით. შესაბამისად ვიღაცა აფინანსებს, ხო? თუ დაუშვოთ სამთავრობო მედიას აფინანსებს ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნეს სტრუქტურები და ასე შემდეგ, ვინ აფინანსებს ოპოზიციურ მედიას? მაშინ კითხვა ისმის, ხო? ოპოზიციურ მედიას აფინანსებს ასევე ოპოზიციური ბიზნესმენები და დასავლეთის სტრუქტურები. და ეს პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევაა, როდესაც უცხოური აგენტი ფულს დებს საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად ჩვენს ქვეყანაში. ამაზე მეტი დარღვევა რა უნდა იყოს, ხო? კანონიც იქნება მიღებული და ნაწილობრივ მიღებულიც არის. და შესაბამისად ეს უნდა აიკრძალოს. საქართველოში საზოგადოებრივი აზრი უნდა ჩამოყალიბდეს ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და არა უცხო ქვეყნების მთავრობების ინტერესების გათვალისწინებით. ეს არის მარტივი. და საქართველოში უმეტესი მედიის ნაწილი, ონლაინ მედია უპირატესად, ტელევიზიები, რადიოები, გაზეთები თუ სხვადასხვა ტიპის მულტიმედია პლატფორმები ძირითადად გრანტებით საზრდოობენ. გრანტებით, რომელიც არც შრომობენ ისინი, არც ბაზარს იკვლევენ, არც რეკლამის მოზიდვას ცდილობენ, არაფერს არ აკეთებენ ამ თვალსაზრისით, მაგრამ შემოსავლები საკმაოდ სუყი აქვს. და ისინი მავნებლობაზე არიან ამ თვალსაზრისით გადასული, იმიტომ რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ძირგამომთხრელ საქმიანობას აწარმოებენ ფაქტობრივად.